მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის დასიანი. ნახოთ, შემდეგი გაშლავისთვის არის. აქ რაღაც საქმის დაწყებას ვფიქრობ თქვენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანთ ამას. ყოველ შემთხვევაში წინა სიტყვაობას იმას ვიტყოდი, რომ გეგმა გაქვს რაღაც შემუშავებული და ამ გეგმას ამ გეგმას მიყვებით, შესაძლებელია რაღაცების თავიდან დაწყება და ხშირად ან გადახარისხება და ასე შემდეგ საკითხები საქმეების. ყოველ შემთხვევაში აქ იმედი გაქვთ, რომ რაღაცას მიიღებთ, შემოგივათ და ეს იმედი გამართლდება, ასე მთლად კი არ იქნება, მაგრამ რაღაც დაწყებული საქმის შეიძლება მანახე ვერ მიიყვანს. ხო, ხანდახან გაქვთ ესა თქვენი შინაგანი რაღაც ემოცია, რომ ვერ მიიყვანთ თითქოს გარდა ამისა. აქ არის ვიღაც, ვინ არის მანახე? ოჯახის წევრი, ქალბატონი. არ არის სავალდებულო ცოცხალი იყოს ეს ქალბატონი, ნახეთ, როგორ გაგიშფრავთ ახლა ამ ვარიანტს. შესაძლებელია სახეზი არის, რომელიც ჩურჩული უყვარს, მოკლედ, ანუ ეს შელოცვები, ბუტბუტები, გამოლოცვები, რაღაცა ესეთ ვარიანტები. მან შეიძლება დალაპარაკობს დადის თავისთვის. ესეთი ტიპაჟის ქალი. ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა სახეზი არის თუ არა. შესაძლებელია ეს წარსულში იყავდათ ვინმე ესეთი ქალბატონი, რომლის სიტყვა ჯერ კიდევ ძალაში არის, ანუ ძალა არ აქვს გასული რაღაცა ის შებუტბუდება, შელოცვა თუ რაც იყო გაკეთებული, ხო? ნახეთ, ყველაფერს აქვს, მოდი ასე ვიტყოდით, თავისი დრო, ვადა. დრო რა იყო ახლა ეს ვადა რა ჩავაგვეხე. ხო და ნებისმიერ შელოცვას, ნებისმიერ დაცვას, ძალიან იშვიათია დაცვები, რომელიც განსაზღვრელი დროით იმაშვებოდეს, რა ქვია, მოქმედებდეს. შეიძლება იყოს კაცო 80-ლიანი, 100-ლიანი ვიღაცა მიწოდეს 1-2 საუკუნიანი, 3 საუკუნიანი რაღაც, რაც შთამომავლობაზეც გადავა, ხო? შესაბამისად ახლა მაგდენი ხანი ყვავები ვარ ახართ. როიცოცხლოთ. და შესაბამისად გადადის ეს უკვე ნეგატივი არის თუ პირიქით რამე გამოლოცვა გააკეთა, ნუ თქვენ შთამომავლობაზე შემოგარგებთ თქვენ რა გონიათ, როგორც ნეგატივი გადმოდის, ისევე დადებითი ვარიანტები გადადის, ხო? არ არის გამორიცხული ეს ქალბატონი სხვათა შორის ახალგაზრდა თუ გარდაცვლილია, მაშინ ახალგაზრდად გარდაიცვალა. ან არის მეორე ვარიანტი, რომ რაღაცა შვილთან ერთად გარდაიცვალა, ან მშობიარობას გადაყვა, რაღაცამნაირი იყო, რა ვიცი. ან ქალიშვილი, რა ვიცი, დარჩა, ესეც გავცაზროთ, კი ბატონო. თლად დეტალურად არ ჩავყრმავდები ახლა მაგ ვარიანტს მე. კარგით, მაგრამ აქ ანუ რჩევა გინდას თუ რა უნდა ახლა ამ ადამიანს ამხელა წინა სიტყვაობა დავიცავით, ის რადაცი არის მე. ხო, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ვიღაცას უფრო პასუხები გაინტერესებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით რა გადაწყდება, რა როგორ იქნება. ნახეთ, მოიშორე ჩიში. მე ამას გეტყოდით.
მოიშორე ჩიში, ნებისმიერი ბარიერის გადალახვა ზოგადად შესაძლებელი არის თავარი ადამიანმა დაისახოს მიზანი. მე ასე გეტყოდით. ახლა იქ თუ არის რამე ისეთი ძალები ჩართული, დესტრუქციული და მარგინალური რა არის ის და ეს და გიშლით ხელს ეს კი უნდა მოიშოროთ შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, მაინც ასე არის, იწვალებს ადამიანი და მაინც რაღაცას მიაღწევს, რაღაცას ოღონდ. კარგით. რა გამოვა აქედან რაღაც იბრძვით ფაქტიურად, რა გამოვა? ფინანსები შემოვა. გამოგივათ. მე გეტყოდით, რომ კმაყოფილი დარჩებით, გამოგივათ. აქ თუ ინმე ისე გულუბრყვილოთ და მათ გიყურებდათ ემოციურ ქალბატონად, იცოდეთ, რომ ეს ქალბატონი ამ ქალბატონის იმიჯს დაემშვიდეთ დაემშვიდებათ ყოველ შემთხვევაში. შიში ძალიან ბევრი როგორ არის დაბრკოლება თითქოს ამოდის კი ბატონო, მაგრამ ნუ გეშინიათ, აქ ძალიან კარგი შეტყობინებები გექნებათ, გამოსავლის პოვნა ესეთნაირად ფიქსირდება. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ადამიანის დახმარებას დაგჭირებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის გვაინტერესებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ერთი ხელის მოსმით აქ რაღაცა გაკეთდეს, არა. ასე ნამდვილად არ იქნება. და საბოლოო ჯამში მე იმას გეტყოდით, რომ აქ მაინც ანუ თქვენ ზუსტად გამოიმუშავებთ იმ ენერგიას, იმ ფინანსებს, იმ რესურსებს, რაც არის საჭირო თქვენთვის, რაც თქვენს ინტერესებში შედის და ზუსტად ესე რომ ვთქვათ, დაალაგებთ საბოლოო ჯამში აი ამას გეტყოდით. რაც ძალიან დიდ სიხარულს მოგიტანს სხვათა შორის აქ იურიდიული მხარეც გექნებათ მოსაწესრიგებელი. ამ იურიდიულ მხარეს არ გაგიგურდეთ, ეხლა არ შეიშფოთოთ, მაგრამ არ გაგიგურდეთ, რომ რაღაცას გამოლოცვა აქაც სჭირდებოდეს, ან რა ვიცი, თვალი გცემთ რა არის, ხო, შესაძლებელია რაღაცა დაფარული ინფორმაციების გაგება და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მაინც ყველაფერს აგვარებთ, ჩემკარგებო. მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენი გეგმა გამართლებულია, უბრალოდ ცოტა დრო გჭირდებათ, ეს არ არის დღეს და ხვალ. ერთ თვეში და ორ თვეში კიდე. ის საკითხი, რაც თქვენთვის ესე იგი მოუგვარებელი იყო და დიდი ხნის ოცნებად რჩებოდა და შესაძლებელია არც გქონდათ იმედი, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა, ზუსტად ეს საკითხი გვარდება. მოგვარდება. ხო. ამასაც გეტყვით, რაც ნიშნავს, აქ გადავხედო. რა დარჩა საბოლოო ჯამში? საბოლოო ჯამში ის დარჩა, რომ ეს იქნება თქვენი, ესე იგი, ბევრს ფიქრობ, ძალიან კარგი დასასრული, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რას მომიტანს ეს დასასრული არ იქნება კარგი, ვინმე ესეთი შეიძლება გითხრაც კიდე სიტყვაც, რომ ის ვიცი რა თქინდა და რატო და რაღაცა გადაფიქრებაზე წავიდე საქმე, მაგრამ არ გადაიფიქროთ ეს. ასეთი ცუდიც არ იქნება მართალია, ფინანსები, ხარჯები არის, მაგრამ ნახეთ, შეიძლება იმაზე მეტი არის ხარჯი, ვიდრე რესურსი გაქვთ და ფიქრობთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ფინანსები გამოჩნდება. თავარი არის ეს, რომ გამოჩნდება ეს ფინანსები. ხო, კი ბატონო, ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ დავხარჯავ 5,000 და შეიძლება 10 დახარჯოთ, მაგრამ გამოჩნდება. და ესეც ხო საქმე არის. რა ვიცი, მე მგონი ცოტა წაბოდიალებული ლაპარაკი იყო, თლად რაღაც ისეთი, მაგრამ ეტყობა ვიღაცას ეს ინფორმაცია ინტერესებდა, გისურვებთ წარმატებებს და გამშვიდობებით როებით.